არც ისე დიდი დრო არ არის გასული აგვისტოს ომიდან და გვახსოვს ის ტკივილი, რასაც განვცდიდით. მე ვიყავ 17 წლის და შინაგანად, ვერაზეც ვერ მოვინელებ ამ ომს. სოფელში საჩხერეში ვიყავით, მაშინ ბავშვები და აგვისტოს ომის დროს გარკვეულწილად ისმოდა ხოლმე და ბომბის ხმები და მიწას ვადებდით ბავშვები ყურებს და უსმენდით, როგორ იბომბებოდა ჩვენი ტერიტორიები. თამარ კურატიშვილი ქვეყნის სამსახურში. კომისია, რომელიც შეისწავლის აგვისტოს ომს, თავისივე არსით თავიდანვე ძალიან სასაცილო ჟღერდა და ფაქტობრივად ყველა მიცოდით, რომ ეს იყო ისტორიის ხელახლა გადაწერის მცდელობა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც ხდებოდა უშუალოდ ამ კომისიაზე, იმდენ აღმაშფოთებელი აღმოჩნდა თითოეული მოქალაქისთვის, ვინც თუნდაც მონაწილე არის პროტესტის, რომელიც შეუძლებელი გახდა ამაზე რეაქცია არ გქონოდა. გმირები, რომელიც ამ ომს შეეწირნენ, მათი ხსოვნის უპატივცემულობა იყო, რაც ამ შენობაში ხდებოდა. დავწერე ბანერი, ნაწუხელიძე უკვდავია და წავედი პარლამენტის შენობისკენ. ხალხი მარჯვენა მხარეს იყო, რომელსაც პოლიციის კორდონი ჰქონდა შემორტყმული და გადაწყვეტა, რომ ამ კორდონში კი არა, მოპირდაპირე მხარეს პარლამენტის მხარეს უშუალოდ საფეხმავლო ბილიკზე დამდგარიყავი. როგორც კი გადავწყვეტა ბილიკთან მიახლოვება, პოლიციამ ძალის გამოყენებით გადამიყვანა მეორე მხარეს და ვეკითხებოდი, რატომ არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ დამდგარიყავი მეორე მხარეს, თუმცა არავის არ განუმარტავს, რატომ ზღუდავდნენ ჩემი გადაადგილების უფლებას. და კიდევ გადავედი მეორე მხარეს, რადგანაც კიდევ ერთხელ გადმომიყვანეს აქციის მომიტინგეების მხარეს და მითხრეს, რომ თუ გაპროტესტება მინდოდა, იქ გამოპროტესტებინა. ჩემთვის ეს მითითება და ბრძანება არ წარმოადგენს არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. ამიტომ ავდექი და კიდევ ერთხელ გადავედი მეორე მხარეს და ვეცადა, რომ უფრო ქვემოთ დამდგარიყავი, სადაც სიახლოვეს არ იყო არც პოლიციელი, არც რაიმე აქტივისტი, იმიტომ რომ მინდოდა, რომ ჩემი მომზადებული მესიჯი უბრალოდ მკაფიოდ გამოჩენილიყო რამდენიმე წამში, ისმის უბრალოდ დააკავეთ და მორბიან ჩემკენ პოლიციელი. ჩემთვის აბსოლუტურად არაფერი ყოფილა ამის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ როდესაც გავდივარ აქციაზე, ვიცი რომ შეიძლება ყველანაირი გამოხატვის თავისუფლება შემეზღუდოს. ამისთვის მზად ვარ. ამიტომ ეს გასაკვირი ჩემს დაკავებაში, ჩემს არაფერი არ აღმოჩნდა. გადამიყვანა ეს დიღმის განყოფილებაში, სადაც ასევე არის იზოლატორი და სავარაუდოდ იქ ჩემს განთავსებას. 5 საათის განმავლობაში არ მომეცა საშუალება დავკავშირებოდი ადვოკატს, არც ოჯახის წევრს და შემეტყობინებინა სად ვიმყოფებოდი. ასევე არ მომეცა საშუალება ჩემ შვილთან, არასრულწლოვან შვილთან საუბრის, რაც ასევე, რა თქმა უნდა, პროცედურულად კანონდარღვევაა. მიმიჩნია, რომ ვიყავი გატაცებული. შემდგომ ჩამომართვეს ნივთები, როგორც ხდება ხოლმე. და ბოლოს გავიგე უკვე, რომ არ აპირებდნენ ჩემს იზოლატორში გადაყვანას და ხელწერილ საფუძველზე მათავისუფლებდნენ. აქ იყო ცოტა ესეთი სასაცილო მომენტი, სადაც მითხრეს, რომ ხელწერილით მათავისუფლებდნენ და მე არ მქონდა ამაზე რეაქცია. და მეხუბრდნენ, რომ შენ მე მგონი არ გაგიხარდაო, რაღაც ფაქტობრივად სულ ერთია ჩემთვის მაგ მომენტში, გამათავისუფლებენ თუ არ გამათავისუფლებენ. არც ერთი გადაწყვეტილება კანონიერი მათი მხრიდან, არც მეორე არ არის კანონიერი. შესაბამისად, სად ვიმყოფები, დღეს უკვე შინაგანი განცდად ასეთი მაქვს, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ვიმყოფები, ვიცი რომ წინააღმდეგობა უნდა გავუწიო, რაიმე ფორმით წინააღმდეგობა უნდა გავუწიო ამ დიქტატურას, რომელიც დაამყარეს უკვე სახელმწიფოში. და თავისუფლება კიდე შინაგანი განცდა, რასაც გვიმტკიცებენ დღეს ჩვენი პოლიტიკური პატიმრები. დღეს პოლიციელების ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ის, რომ ემორჩილებიან უკანონო ბრძანებებს, არ ინდობენ საკუთარ მოქალაქეებს. რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, სანამ დემონსტრაციები გაიმართებოდა და სანამ დემონსტრაციებს დავგეგმავდით, გეგმას ვაცნობდით ხოლმე პოლიციის უფროსებს და შესაძლებელი იყო, რომ ასე მოქცეულიყავი, პოლიციის უფროსთან მისულიყავი და გეთქვა, რომ ახლა აქ ჩვენ დავდგავთ სცენას,
ახლა ანუ რამდენიმე საათის შემდეგ გადავაადგილდებით, დაგჭირდება თქვენი დახმარება, კონფლიქტის შემთხვევაში თუ ვინმე მაგალითად ნასვამი ადამიანი შემოვა და შეეცდება რომ ხელი შეგვიშალოს თქვენ დაგვეხმაროთ რომ დაგვიცვათ და ასეთი დიალოგები შესაძლებელი იყო. ახლა აბსოლუტურად გამორიცხულია პოლიციასთან დიალოგი, იმიტომ რომ ისინი არ იმყოფებიან დემონსტრაციების დასაცავად, ისინი დემონსტრაციაზე იმყოფებიან დემონსტრაციების დასარბევად. ერთ-ერთი მოტივი, რატომაც ხდება აქტივისტების და მოქალაქეების დაკავება, არის ის, რომ გაცემულია ბრძანება, რომ დააკავონ. ამ ბრძანებას, რა თქმა უნდა, რეჟიმი გასცემს. თუ არ დაემორჩილები, აღარ მოგცემენ სოციალურ შემწეობას. თუ არ დაემორჩილები, შენი შვილი ვეღარ მიიღებს დაფინანსებას, ჯანმრთელობის მკურნალობას ვერ გააგრძელებ. და მსგავსი ზეწოლით და შანტაჟით ცდილობს ხელისუფლება გააჩუმოს ადამიანები. არა მხოლოდ აქტივისტები, უშუალოდ მისივე მოქალაქეები. თუნდაც ის ფინანსური ტერორი, რაც მოქალაქეებს დაგვიწესეს 5,000 ლარიანი ჯარიმა. მე პირადად ყოველთვის ასე ვუდგებოდი, თუ გრძნობ რომ არასამართლიანად მეკცევიან და მე გავდივარ ამ მოსამართლობასთან საბრძოლველად, გააზრებული მაქვს, რომ უკან არ ვეხევ. ანუ უკან დასახევი გზა მოჭრილია. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთსა და საქართველოზე და ომზე, რომელიც ჩემთვის არ დასრულებულა. დღესაც მიმდინარეობს და მიმდინარეობს ხაზი, დღეს არის რუსთაველის მოედანი. იმიტომ რომ რუსები ყვანან ხელისუფლებაში.